საქართველოს მწერალთა სახლი დღეს 7 საათიდან გვიწვევს ლიტერატურულ ღამეზე. ეს გახლავთ პროექტი, რომელსაც ერთობლივად წარმოადგენს ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანება. ევროპის სახლი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, მწერალთა სახლი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ჩვენი სტუმრები არიან ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ზაზა ფურცელაძე, მთარგმნელი დათო გაბუნია და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვარკვიცი. დილომშვიდობის და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში მიმართოთ ბატონ შტეფანს. საიდან ჩამოყალიბდა და საიდან გაჩნდა იდეა, რომ გაგემართათ მსგავსი ღონისძიება და როგორ გაერთიანდა ამდენი ინსტიტუცია ამ პროექტის განსახორციელებლად? How started the idea to develop the project and how we managed to unite that many institutions? Yeah. Well, last year we had the idea to found something which we called OINIC, or which is called OINIC all over the world, which is a cluster of foreign institutions, cultural institutions, and all the places. Შარშან გაგვიჩნდა ეს იდეა, რომ გაგვერთიანებინა კულტურული ინსტიტუციები და დაგვერქმია ამისთვის OINIC, ესეთი UNIC არის, რომელიც დასახელწოდება ესეთი შემოკლება. And because we feel that Europe is getting more and more important for Georgia. ცნობა გვაქვს, რომ ევროპა უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს. We thought about a way to maybe present European thinking or European ევროპული აზროვნების წარდგენა გვინდოდა მენტალობის. And we came up with this idea of organizing a night of European literature. გაგვიჩნდა ეს იდეა ევროპული ლიტერატურის ღამის ორგანიზების. And that's what we're doing today. And we invite everybody to come. ამას ვაკეთებ დღეს, ეს მოხდება დღეს და პატიჟებთ ყველას, რომ გვეწვიონ. ბატონო ზაზა, ბრიტანეთის საბჭო ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია, რომელიც ჩართულია ამ პროექტში. გვაინტერესებს უმთავრესი მიზანი და რა არის დანიშნულება ზოგადად აი მსგავსი ღონისძიების გამართვის, რას ემსახურება და რა წარმოადგენს უმთავრეს მიზანს? დღევანდელი ღონისძიების მიზანი გახლავთ, უმთავრესი მიზანი ქართულ მკითხველს გავაცნოთ თანამედროვე ევროპელი მწერლები, მათი ნაწარმოებები, ასევე შესაძლებლობა მივცეთ ევროპელ მწერლებს უფრო მეტი გაიგონ საქართველოს შესახებ, უფრო უკეთ გაეცნონ ქართულ მწერლობას და პროექტის ფარგლებში მოწვეული ასევე ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე, რომელიც ასევე ნაწყვეტს წაიკითხავს თავისი ნაწარმოებიდან. მე მგონი თვითონ იდეა პროექტის ძალიან კარგია და ძალიან ცეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება ქართულსა და ევროპელ მწერლებს შორის. კიდევ უფრო მეტად და ღრმად გაეცნობა ქართველი მკითხველი, მსურველი, ვინც მოვა და დაესწრება საღამოზე ევროპულ თანამედროვე ლიტერატურას და შესაბამისად პირიქითაც. კარგით, მაშინ უშუალოდ დღევანდელ ღონისძიებას შევეხოთ, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას და ზოგადად ღონისძიებაზე გავაცნოთ გეგმა ღონისძიების ჩვენს მაყურებელს. დღევანდელი საღამო იწყება 7 საათზე, საღამოს 7 საათზე და გაგრძელდება ალბათ საღამოს ღამის პირველ საათამდე. თვითონ ღონისძიების ფარგლებში ევროპელი მწერლები ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან წაიკითხავენ ნაწყვეტს თავიანთი ნაწარმოებებიდან ორიგინალში, ასევე ხოლო შემდეგ მოწვეული მსახიობები და მთარგმნელები, დათო გახლავთ ერთ-ერთი მათგანი, წაიკითხავენ უკვე ქართულ თარგმანებს მათი ნაწარმოებებისას. საღამოზე დასწრება თავისუფალია, ყველა მსურველს შეუძლია მოვიდეს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია თავისთავად და იქნება ძალიან საინტერესო, იქნება ცოცხალი მუსიკის თანხლებით შუალედებში და იმედი მაქვს მკითხველები, რომლებიც დაინტერესდებიან და მოვლენ დღევანდელ საღამოზე, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. და საღამოს ბოლოს ასევე აკა მორჩილაძე წაიკითხავს ნაწყვეტს თავისი ნაწარმოებებით. ჩვენ ვიცით, რომ ავტორები თანამედროვე ლიტერატურას თავად წაიკითხავენ, ოღონდ ძალიან მოკლედ და შემდეგ უკვე როგორც თქვენ ახსენეთ, მოხდება მსახიობებისა და მთარგმნელების მიერ აი თანამედროვე ლიტერატურის და ტექსტების კიდევ უფრო სრულად წაკითხვა. აი თქვენ კონკრეტულად რას გააცნობთ მოსულ საზოგადოებას? ჩემ შემთხვევაში მე ვთარგმნე ორი მოთხრობა ბრიტანელი მწერლის, ინგლისელი მწერლის, ჯეიმს ჰოპკინის, რომელსაც თვითონ ჯეიმსი წაიკითხავს პატარა ნაწყვეტს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ინგლისურ ენაზე და შემდეგ უკვე მე როგორც თარგმნელი სრულ ტექსტს წავიკითხა. ეს არის მისი ორი მოთხრობა, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რომელს წავიკითხავ, იქ მოხდა, ცოტა ადრე შევთანხმდებით, ალბათ რომელს წავიკითხავ, მაგრამ ორივე თარგმნილია უკვე. და სხვა შორის ერთი მოთხრობა ეხება ნიკო ფიროსმანს. ჯეიმსი ადრეც არის საქართველოში ნამყოფი 2008 წელს და იქიდან გამომდინარე, რომ იცნობს საქართველოს, ერთი მოთხრობა აქვს ფიროსმანზე, რაოდენობით უცნაურადაც საუბარს ჟღერდეს და ეს რაღაც ევროპული კაცის მიერ დანახული ფიროსმანი. ესეთი
საინტერესო მწერალია და ძალიან რთული იყო სათარგმნოდ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თანამედროვე ლიტერატურის თარგმნა უფრო ადვილია, მაგრამ იმდენად ძაფრად ლიტერატურული ტექსტია და ისეთი მეტაფორები აქვს და ისეთი ხატოვანი ენა აქვს, რომ ძალიან რთული იყო ამის თარგმნა. თვითონ კიდევ მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთიდან მწერალი, ფრანგი მწერალი ინგრიდ ტობუა, რომელიც თავის რომანიდან წაიკითხავს ნაწყვეტს, ამ შემთხვევაში ჰოპკინსგან განსხვავებით და გუნტერ ონემუსი გერმანელი მწერალი, რომელიც მოთხრობას წაიკითხავს ასევე. და ამათ შემთხვევაში ვთქვათ, ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რომ გერმანული მოთხრობა ანა კორძაიას ამადაშვილმა თარგმნა, ჩემთვის პირადად ძალიან საყვარელმა მწერალმა და ანა წაიკითხავს გერმანულ თარგმნას. თუნდაც ის მსახიობები, რომლებიც თვალწები ნინო ბურდულია, ხო? ნინო ფრანგულ მოთხრობას ინგრიდის ფრანგულ რომანიდან ნაწყვეტს წაიკითხავს ნინო ბურდული ამ შემთხვევაში. და ნუ აკამორჩილაძე უკვე თავად მიხედავს საკუთარ თავს ასე. შვენიერი. ბატონ შტეფანს გითხავთ ის რამდენად იცნობენ ევროპელები ქართულ მწერლებს თანამედროვე ლიტერატურას და პირიქით რამდენად არის ქართველი მკითხველისგან დაინტერესება თანამედროვე ევროპული ლიტერატურის მიმართ. of Georgian literature, contemporary literature and vice versa. Yeah. This is something which we in the Goethe Institute are very interested in. ამით ჩვენ გოეთეს ინსტიტუტში ძალიან დაინტერესებულები ვართ. Georgia tries and probably successfully tries to be a guest country in the most in Frankfurt Book Fair. Which is not only a German affair, but it's the most important book fair in the world. One of the reasons why we invited Günter Onemus is because he's a very important and successful translator in German. And I think Georgia now has the challenge to really deliver very good translations, not only of their contemporary literature, which is quite interesting, but also of the classical Georgian literature, which is unique in the world and not very well known in the West. And I think that's one of the things that and where we would like to help, because I think that's also for me it was amazing what an important literature this is. ხუმარი გეგმება რომ ამ ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეცეს და წლიდან წლამდე გაგრძელდეს და კიდევ ჩატარდეს მსგავსი ღონისძიება. არჩი ამ ეტაპზე ალბათ გამიჭირდება ამის დადასტურება, მაგრამ ჩემს კოლეგებთან ერთად სწორედ ამ გაერთიანების ფარგლებში აუცილებლად დამოკიდებული დღევანდელ საღამოზე რამდენად წარმატებით ჩაივლის. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს დამოკიდებული იქნება ასევე მზაობაზე, ყველა კულტურული ორგანიზაციის ეს უკვე რეგულარულად და ყოველწლიურად განახორციელოთ, ამის შესახებ აუცილებლად გავისაუბრებთ და ალბათ როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივაქვს, თქვენ შეგატყობინებთ. იმედია ეს ასე იქნება და აუცილებლად გაგრძელდება. აკვების არგელებს შემთხვევით და იქნებ გითხრათ ბრიტანეთისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით თუ არის დაგეგმილი კიდევ რაიმე ღონისძიებები თქვენი ბრიტანეთის საბჭოს მიერ? ბრიტანეთის საბჭო ეხლა კულტურული ღონისძიებების მხრივ ძალიან ინტენსიური პროგრამები გვაქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის თეატრალური პარტნიორობის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად. ეს არის უკვე მეორე წელი ამ პარტნიორობის და წლის ბოლოს უკვე იგეგმება ისეთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა, როგორც საკოპროდუქციების ეტაპი. ამას გარდა იგეგმება ახალი დრამატურგიის პროექტის ახალ ფაზაზე გადაყვანა, უკვე უფრო ფართო მასშტაბებით ამიერკავკასიისა და თურქეთის მონაწილეობით, ასევე სხვა ქვეყნების მონაწილეობით, ასე რომ ამ მხრივ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ. გეგმები ბევრია. კარგი, დასწრება როგორ იქნება დღევანდელ საღამოზე? თავისუფალია დღევანდელ საღამოზე დასწრება და მწერალთა სახლი, რომელსაც ასევე წარმოვადგენ მე, ახლახან გაიხსნა დიდი რესტავრაციის შემდეგ მაჩაბელზე. ეპატიჟებელ ლიტერატურის მოყვარულებს, ეს იქნება მარათონი, ერთგვარი ლიტერატურის მოყვარულებს, ძალიან გრძელი საღამოა, რაღაც ინტერაქტიული პროცესით, ასე რომ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა იქნება გაესაუბრონ მწერლებს, დაუსვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ. ეს არის პასიური მოსმენა და დასწრება მხოლოდ. შვენიერი, მოკლედ, წარმატებულ საღამოს გისურვებთ და მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ დღეს საღამოს 7 საათზე მწერალთა სახლი გიწევთ ამ საინტერესო ღონისძიებაზე, ლიტერატურულ ღამეზე, ასე რომ ნებისმიერ
სასურველს შეუძლია დაესწროს ამ მართლაც ძალიან საინტერესო ღონისძიებას. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და წარმატებულ საღამოს გისურვებთ. და რეკლამაზე გავალთ ცოტა ხნით, რომლის შემდეგაც დაგიბრუნდებით ანსამბლ კავკასიონთან ერთად და სულ პატარები ძალიან ცეცხლოვან ცეკვასაც შემოგთავაზებენ, რითიც დავასრულებს დღევანდელ დღეს დილას, ასე რომ დაგველოდეთ. პროევით.